დილიდან ხალხმრავლობა და ხმაურია 9 აპრილის მემორიალთან სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე გაათენეს ადგილზე მოქალაქეებს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც, შალვა სუმბაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც მუშაობს დილიდან პარლამენტის მიმდებარედ. შალვა, რა ხდება ამ დროისთვის? ამ დროისთვის მიკროფონთან დაბრუნდნენ ისევ გამომსვლელები და მიმართავენ აქ მყოფებს, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წუთია აქ არ მოსულა არავინ, რომ შეემკო 9 აპრილის მემორიალი. შესაბამისად, აქ სიმშვიდეა და ამ ტერიტორიას კვლავაც ის ადამიანები იკავებენ, რომლებმაც გუშინ ღამე გაათენეს რუსთაველის გამზირზე. როგორც წესი, სიტყვიერი და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირება მოყვება იმ ფაქტებს, როდესაც აქ მოდიან მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ შეამკონ 9 აპრილის მემორიალი, პატივი მიაგონ გმირულად თავისუფლებისთვის მებრძოლი გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას, თუმცა დღეს დილით პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ძირითადი გამომსვლელია და წარმართავს ამ აქციას, გააჟღერა, რომ შემოერტყათ ალყა 9 აპრილის მემორიალისთვის და რაღაც კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით მიეშვათ იქ მხოლოდ და მხოლოდ ხალხი. აქ იმყოფებოდნენ ადამიანები, ვინც იყვნენ 9 აპრილის მონაწილეები, მათ სურდათ ასევე მიეტანათ ტიტები მემორიალთან, აინთოთ სანქლები, თუმცა მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, აქციის მონაწილეებმა არ მისცეს მათ ამის შესაძლებლობა. სწორედ ამას მოყვა დაპირისპირება პირველ ეტაპზე, შემდგომში აქ უკვე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ, მაგალითისთვის გლდანის მაჟორიტარი იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე არ მისცეს იქ მისვლის შესაძლებლობა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და საბოლოოდ მას მოუწია, რომ დაეტოვებინა ტერიტორია. პროფესორ მასწავლებლებმა გაიარეს იგივე გზა, მათაც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ მყოფი მოქალაქეები, ფიზიკური დაპირისპირება მცირე, თუმცა მაინც იყო და შემდგომ ამ პროფესორ მასწავლებლებსაც მოუწიათ, რომ გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და შემდგომ იქ აღევლინათ პარაკლისი. მათ გარდა დღეს აქ იმყოფებოდა ამერიკის ელჩი დილით, რომელმაც უპრობლემოდ შეძლო ტერიტორიაზე მისვლა, შეამკო მემორიალი, ასევე აქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე გამოხატეს საკუთარი პატივისცემა ამ გმირულად გარდაცვლილი 9 აპრილს დაღუპული მოქალაქეების მისამართით. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში ასევე კეთდება ხმის გამაძლიერებლებიდან მოწოდებები, რომ კვლავაც თუ კი აქ გამოჩნდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელიც მიუღებელია აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის, მათ არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ საღამომდე დარჩნენ აქ და ამ ფორმატში ალყა შემორტყმული იყოს 9 აპრილის მემორიალი, რათა მხოლოდ მათი ნებართვის საფუძველზე მოხდეს იქ კონკრეტული ადამიანების მიშვება. არ გამოუშვა იცი ასე ყველა შემოვარდა რეჟიმის პატიმრები ვინს პასუხისმგებელი არის ყობახიძე და მსგავსი ვერ შემოვიდა მოქალაქეები ესენი არიან რუსტამ შოკო მოქალაქეები თუ გადაგაგები არ ვაღები რუსტამ შოკო მოქალაქეები არ გავიწევი. იმის თვალ შეუძლიათ ამ ადამიანს, რომ რუსეთი და რუსეთმა დახოცა. რა მოხდა 9 ვინ მოვიდა ტანკით 9 აპრილის ტანკით ვინ გამოიარა? ვინ გამოიარა? 9 აპრილის ტანკით. ვინ გამოიარა? იმის თქმა რო არ მე ყველაფერი შემიძლია და გამაძლიერებელია მეტი შედა. მუშამა მოკლეს და შეგიშვას. ადი ბიჭო აქედა. აი სუნია მოგდი, კევა მაინც დაგოჭე. ხო, მართავს გეუბნება. მოდი ერთი წუთი გავდო ყვავილი და გავდო. თქვით რომ მუშამა დახოცა და გაგადარებ. ჩვენ საერთოდ ყვავილი მინა და ვიღაცა ლოჩი ადამიანი მართავს ყვავილს, ხო? რატომ დაინახე? ეაუდა ეს ენახალ ბიჭო. ამიტომ ხარ შემოსული? ის გამოა ყვავილი. არა, ხალ მაგის აბა შეურებული და ვის შემოგაგზავნა? აღადები აი მე არ ვარ
ქალბატონო, აქციაზე გავათენე კაცო, მაგრამ რატო ვაძლევთ იმერს ის უფლებაა? ჩემი ერთადერთი განწყობა და მიზანი არის რომ აქ არ მოვიდეს არც ერთ ხელისუფლების წარმომადგენელი თქვენ ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც უნდა პატივის მიგება მემორიალთან ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა არ აქვს მიმყვები იქა? წამო. ვიქამდე ვერ მივედი და ყვავილები ვერ დავაწყე. ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. 90-იან წლებში, 90-იანი წლების 9 აპრილის მონაწილე ვარ და ყვავილები ვერ მივიტანე იქიდან. პროტესტები და რა თქმა უნდა პროტესტები როცა გაპროტესტებული იყო. ეშვე მომისმინებდი თავისუფლება ჩვენმა თაობამ მოიტანა. ამას ნუ უარყოფ და ნუ გადაგისვა. არავის არ უშვიდები. არიან ადამიანები მაგრამ გული წყდება ჩვენი შვილის ტოლები არ მიშვებენ რომ მიცვალებული სულებს მე როგორც ადამიანი მოვედი 9 აპრილის მემორიალზე ჩემს მეგობრებთან ერთად არა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი ერთი წამით რა გეხვეწები პოპულისტი ხარ და თამაშობ რა არა ვარ პოპულისტი ერთ-ერთი ვისეუბრები ამათ თუ გონიათ რომ ვინმეს ამათი ეშინია ძალიან ცდებია 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადო და მე როდესაც მოვდივარ მოქალაქე და მინდა რომ აი ეს მემორიალი შევამკო ყვავილები და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ იფურთხებიან იგინებიან უზრდელობენ 1000 სიბინძურეს კადრულობენ ამაზე დიდი სირცხვილი არაფერი ჩვენ ყოველ წელს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები 36 წელია და იმ დღესაც აქ ბევრი არის მონაწილე, რომლებიც ზუსტად რუსთაველზე ან ჩვენ საამაყო სალუკვარ ქუჩაზე დავდივით და გავიარეთ ის საშინელი დღე, რომელიც იყო. ამიტომ წელსაც ტრადიციისამებრ ჩვენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთად პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში. მე თვითონაც 9 აპრილის მონაწილე ვარ ასევე საქართველოში წარმოებული ყველა ომის ბავშვებმა ალბათ გავუთვით ცნობიერებლად ამიკრძალეს მისვლა იმ ადგილზე, სადაც მე მრავალი წლის წინ ვაპროტესტებდი უკანონობას, ვაპროტესტებდი საქართველოს თავისუფლების აღკვეთას და იძულებული გავხდი, რომ ქაშვეთში, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, ქაშვეთისთვის შემეფარებინა თავი. როგორც ნახეთ, საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, იმდენად რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო, რათა ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო, მათი დახმარებით ზოგიერთმა მოქალაქემ დატოვა სწორედ ის კორდონი, რომელში გავლაც უწევდათ იმისათვის, რომ ტერიტორიაზე მისულიყვნენ, ასევე რთულ პირობებში უწევს მუშაობა მედიის წარმომადგენლებს, ვინაიდან ასევე გამოყოფილია კონკრეტული მედიები, რომლებსაც უშვებენ შიდა ტერიტორიაზე, ზოგიერთ მედიის წარმომადგენელს ამის შესაძლებლობასაც არ აძლევენ, თავისუფლად ადგილების შესაძლებლობა უშუალოდ 9 აპრილის მემორიალთან აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც დღეს დილიდან ასევე იმყოფებოდნენ აქ, მათაც მიაგეს პატივი 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულებს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ აქ მიმდინარე პროტესტის ეს ფორმა არ არის მისაღები, მარტივად რომ ვთქვათ, და ფიქრობენ, რომ დაძაბულობის და ესკალაციის გარეშე უნდა ჩაიაროს, ასე ვთქვათ, აქ არსებულმა ვითარებამ, თუმცა სხვა მოწოდებები გვესმის უშუალოდ ხმის გამაძლიერებლებიდან, რომელზეთანაც ამის 12 საათის შემდეგ ძირითადად როგორც წესი პაატა ბურჭულაძე იმყოფება ხოლმე. 9 აპრილი სულად ბუნებრივია, რომ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
ძალიან რთული დღე, ეს არის სწორედ ის დღე, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობაში და დამოუკიდებლობისთვის პრაქტიკულად გააკეთა გადამწყვეტი რამ და ჩვენი ხალხის ერთიანობამ, ბრძოლამ მოიტანა სწორედ ის, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. განგრძობადობა ბრძოლის დღესაც არის სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ გვიხდება ჩვენი სრული დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს არის ხვედრი ალბათ ჩვენი საზოგადოების. მე ერთი რამის სურვილი მაქვს. დიდი ეროვნული ერთობის საქართველოში იმისათვის, რომ ძლიერ ევროკავშირთან, ძლიერ ამერიკასთან ერთად გავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და ვიცხოვროთ ერთად, წყნარად და მშვიდად განვითარებულ საქართველოში. აი ეს არის ამოცანა, რის გამოც მე აყვარ. ეს თარიღი არის ერთის მხრივ მძიმე თარიღი და მეორეს მხრივ საზეიმო თარიღი, რადგან უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამიტომ დღევანდელი დღე ჩემი აზრით უნდა ჩატარდეს მშვიდად, წყნარად, ჩვენ თითოეულ ქართველს მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა. გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში აქ დაღუპული გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ ჩაიაროს მშვიდად, ჩაიაროს მათი პატივისცემით და ჩაიაროს რა თქმა უნდა იმ სულისკვეთებით, რაც ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. პაატა ბურჭულაძემ საპროტესტო აქცია 8 აპრილს, რომელიც გაათენებამდე იქნებოდა უწყვეტი პროტესტი, ჯერ კიდევ 31 მარტს დაანონსა, როდესაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა არ იყო მისთვის მისაღები და ვერც ოპოზიცია და ვერც სალომე ზურაბიშვილი ამ პროტესტის სათავეში ვერ იქნებოდა და კონკრეტულ მიზნებს ვერ მიაღწევდა, შესაბამისად არსებობდა მოლოდინი, რომ ის აქ იქნებოდა, თუმცა კონკრეტული გეგმა როგორ აპირებს გაგრძელდეს დღევანდელი დღე, ან რა მიმართვა ექნება კონკრეტულად აქციის მონაწილეების მისამართით მას ჯერჯერობით უცნობია. ერთადერთი რაც ვიცით არის, რომ დაახლოებით ყოველ 1 საათში ერთხელ ის აანონსებს უკვე სამომავლო გეგმებს და ამ გეგმის მიხედვით ისინი აპირებენ პაატა ბურჭულაძესთან ერთად აქციის მონაწილეები, რომ საღამომდე გაჩერდნენ აქ. მადლობა შალვა. შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.